მოგესალმებით საღამომშვიდობისა მეგობრებო ყველას. აი ჩემი ბიჭიც აქ არის. ჩემი ბიჭი არის ქართველი. დედიკო ხო ქართველი ხარ? კიდე ვინ ხარ? ლიმონი. მე ქართველი ვარ და ქართველი ვარ. ეხლა რა მინდა ამ ვიდეოთი ვთქვა? ჩემს წინა ლაივს, ესე იგი რომელზეც დასათაურებულია რომ მე არ ვარ გოი. მოხდა ესეთი უცნაური კომენტარები. აი რამდენიმე ავირჩევ ახლა რა ამ უცნაური კომენტარებიდან. ესე იგი რამდენიმე ადამიანი საყვედურობს იმას, რომ პირდაპირ იმისთვის ხომ არ მიმეწერა, ან პირადში დავლაპარაკებოდი ამ ადამიანს, ან ხომ არ აჯობებდა რომ ჯერ გავრკვეულიყავი ტექსტში და მე დამეწყო კრიტიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და კიდევ ერთ რამეს წერენ რომ ესე იგიო ამ ადამიანს კრიტიკასო და ცილისწამებასო რა და ხალხო მე მინდა გითხრათ ხა რა დაინახეთ ცილისწამება ამ ვიდეოში რომელი ვიდეოს ჩავწერე დღეს რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მე როდესაც განვიხილავ იმ ტექსტს, რომელიც საჯაროდ არის განცხადებული და მოთხოვნა არის იმაზე, რომ ჩვენს პირადობის მოწმობებზე უნდა ეწეროს ესეთი რამე, ეხლა მე ნამდვილად არ დავაყოვნებ და იმას პირადში არ მივწერ იმ ადამიანს, რომ ეს ტექსტი რატო დაწერეთ ესე. მე განვიხილავ საჯაროდ, როგორ საჯაროდაც გაცხადებულია, ისე საჯაროდ განვიხილავ ამ ტექსტის შინაარსობრივ ხინჯებს. მე არავის არ ვაკრიტიკებ და არავის არ ვწამებ ცილს. ანუ ცილი წამება არის რომ მე მეთქვა რომ აი ეს საზიზღრები, ებრაელები, ეს ისენი გესმის? არა, მე ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ არ არის ეს კარგი, როდესაც ქართველი იწყებს წუწუნს რაზე იცით? მე არ ვარ ეს გოი, არ ვარ ის. ეხლა ნახეთ რა. როდესაც ჩვენ იქ ჩაწერეს კიდენ დაწერეს რომ აბაო გოი ესა და ამას ნიშნავსო და ებრაელების მოსაზრება ბიჭო ებრაელების მოსაზრება რა არის მე რაში უნდა მაინტერესებდეს საერთოდ რატო უნდა ვხარჯავდე იმაზე ებრაელების მოსაზრება რა არის აი ან იმათ რაღაც დებილობის ნათქვამზე მე რატო უნდა წამოვეგო და ჩემს პასპორტზე დავაწერო პასუხი გავცე ამ დებილებს ვიღაცეებს რომლებიც ვიღაცეებს უწოდებენ გოებს ანუ რაღაცა რასის წარმომადგენლობა ანუ კაცობრიობის ერთი რასის წარმომადგენლობა მეორეს უწოდებს გოის და მე ჩემს პასპორტზე პასუხი უნდა გავცე ის რომ მე არ ვარ გოი. ანუ დაგაგოიმა უკვე გესმის? შენ უკვე შენს პასპორტზე იმას საჯაროდ ყურადღებას აქცევინებ. გესმის? რომ ვიღაცა თურმე ვიღაცასთან თავი უნდა იმართლო, რომ არ ვარ გოი და არ ვარ ეს და არ ვარ ის. ბიჭო, მე ერთი რამე მიგვირს რა. აი დავითსაც გავცემ პასუხს დავით ეხლა უკურე შემითხარი რომ გვართმევენო აბა არ გვართმევენო ისა სიცოცხლესო მე მართმევენო მე გეტყვით ერთ რამეს ძალიან ფრთხილად იყავით ასეთ რამეს რო ამბობთ რომ სიცოცხლეს მართმევენ ჩვენი მდგომარეობა საქართველოში რაც არის ეს მდგომარეობა არის დღევანდელი გადმოსახედიდან სრულიად დედამიწაზე საუკეთესო რო იცოდეთ იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ქრისტეს გამო არ გვაწამებენ, ჩვენ ჯერ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უნდათ რომ დაგვაწერონ ვიღაცეებმა, ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ ვართ უძლიერესიერი, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ აი ვიღაცეების დაგოიმებულ სიტყვებზე არ ვეგებით. იცით რატომ არ ვეგებით? გეტყვით. შენ თუ აი ავიღოთ ესეთი მაგალითი რა, რომ შედიხარ ოთახში და ამ ოთახში არის 10 კაცი. 10-ვე არის სხვადასხვა ტიპის წარმომადგენელი, სხვადასხვა ერის წარმომადგენელი. შენ როგორც აი ახალი შემოსული ამ ოთახში 10-ვე კაცი უნდა გაიცნო ჯერ ვინ არის, რა არის, როგორ არის და მერე გადაწყვიტო
ვის გვერდით გინდა რომ დაჯდე, ხო? ერთი მოვიდა და დაიწყო წუწუნი. აი მე ეს მეუბნება ესეთ და ესეთ რაღაცეებს და მაგოიმებს და ეს და ის და ეს მე საწყალი ვარ აქ მკლავენ და ის. აი მოусმენ ამ ადამიანს. ეხლა მეორე მოდის და გეუბნება, აი მე საერთოდ აქცეპტირებას არ მიკეთებენ, საერთოდ ვერ მხედავენ, ესენი მაიგნორებენ, თითქოს ვიყო სული. ეხლა მესამე მოდის გეუბნება, მე ისა ვარ, ყველაზე მნიშვნელოვანი პირი ვარ ამ დედამიწაზე, აქ ვინც ვზივარ. ყველაზე პირველი ვარ, ყველაზე ეს ვარ, ყველაზე ის ვარ. ეხლა მეოთხეს შეხედავ და ის მეოთხეს საერთოდ არ ლაპარაკობს. მეხუთეს შეხედავ და ის გდია თავისთვის და ძლივს სავსავით. რომელად ადამიანი რომელიც მიდიხარ? აბა კარგი, მადლობა ანა. ხო და კეთილი მგზავრობა და ეხლა ლაივში ვარ თორე გამოგაცინე. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო, ადამიანი შენ, აი მე მაგალითად მე როგორ წარვადგენი ჩემ თავს რა, მე ვარ ქართველი. ვიცი რომ ჩემს ქვეყანაში არის მაგარი დედის ტირება რა, ანუ ის ცდილობს რომ ის მოკლას, ის ქართველებს ცდილობენ რომ გაანადგურონ, მაგრამ ეხლა მე როგორც ქართველი, როგორ წარდგები ჩემი პიროვნებით სხვის წინაშე, იცი? გეტყვით ეხლა რა. ბიჭო, აი ხელებს ავიკაპიცებ ესე და ვიტყვი. შენ მე ვერც გამანადგურებ, ვერც მომკლავ, ვერც გამაქრობ. მე იცი რა შემიძლია? აი ამის გაკეთება შემიძლია, აი ამის გაკეთება და ამის გაკეთება. იცი რას ვაკეთებ? აი მაგალითად მეზობლებს ვეხმარები. მაგალითად იქ რაღაცა პრობლემა იყო, მივედი გავაკეთე. იქ რაღაცა ეკლესია იყო, იმას ვაკეთებ. იქ ჩემს იმებს უჭირს ვიღაცებს, მივდივარ ვეხმარები. იცი რას ვაკეთებ? მე ქრისტე მყავს, ბიჭო, ქრისტე, იცი? შენ რაც არ უნდა მოინდომო. მე გამაქრობ და მკლავ კი არა. აქეთ შენ თავს მოიკლავ თუ მე მომკლავ. შენ მე ვერ გამაქრობ, მე ვარ ძლიერი. მე იმით ვარ ძლიერი, რომ მე ვარ ქრისტეში ძლიერი და ქრისტე ჩემით არის ძლიერი. აი ესე უნდა ელაპარაკოთ ხალხო, ქართველებო, გამოფხიზლდით რა. შენ თუ საწყალი ვარ, აი დამაგოიმა იმას დაწერ, შენს პასპორტზე, კაცო, გადავირევი ეხლა ხალხო, რა გჭირთ? სადა ხართ ქართველებო? ქართველებო, ბიჭო, შენ თავს უნდა შემოუძახო და თქვა, აბა რა გავაკეთე მე? რა შემიძლია? მე რომ სხვა მაგოიმებს ვიღაცამ სადღაცა თქვა, რომ აი მე ვარ ებრაელი და დანარჩენი სხვა არის გოიმი, ხო? მე ამ სიტყვაზე უნდა წამოვეგო? თუ იმაზე რომ რა გოიმი, ბიჭო, წადი, აბა დაახვი აქედან, ამ მიწა-წყალზე ჩემი ფეხი დგას ჯერ. გესმის? აი მაგარი ძალიან მაგარი მოთხრობა არის გაჭირვება და თხაო თუ რაღაცაცით გაჭირვება და ცხვარი შევა სახლში. აი სახლში რა, ჩამოტეხილ სახლში, გაჭირვებულ სახლში და დააპაკუნებს ფეხებს. აბა ეხლა გაჭირვება აქედან გადიო. გაჭირვება თუ არაო, კაცო, მე აქ ცხოვრობო. რა ცხოვრობო, კაცო? მე აქ ერთ კუთხეშიო ჩემი ცხვარი უნდა დავდეო, მეორეში მატყლიო, მესამეში ყველიო და მეოთხეში მე უნდა დავჯდეო. შენი ადგილი აქ არ არისო, გესმის? რა სიტყვის ცხვარი? ის კი არა რომ უი ხო, კაი, რაღაც შენ აქ ხარ, მაგოიმებ, მე წავალ ან დაგიწყე ბრძოლა. პირდაპირ უნდა უბრძანო. რას ქვია? დაუწყო ეხლა შის მე არ ვარ ეხლა აქ ის ბანძი რომ შენ გაგა ის გიქნა თავი, რა ქვია, გაგა ბანძებინო თავი. უნდა უთხრა პირდაპირ ვინ ხარ და რა შეგიძლია. შენი მიწა-წყალი ხომ გაქვს? შენ მიწა-წყალზე, შენ ჯერ გაქვს უფლებები. შენ თუ იმას დაუშვებ რომ იმ ვიღაცამ ტერს ეტყვი რომ მე არა მაქვს ამის უფლება, გეტყვი, ოკეი? არა გაქვს, იმიტომ რომ არ შეგიძლია. და შენ რო ეტყვი, ბიჭო, მე აქ ჯარი მყავს, მე აქ ჯარით ვარ, მე აქ საქართველოს ჯარი მყავს. ყავს ჯარი? სადა ყავს ჯარი?
ან მე იმ ჯარზე არა მაქვს საუბარი იმებს რომ დაიჭერენ პისტოლეტებს და ერთმანეთს რო ესვრიან და იქ ბომბებს რო ესვრიან და ერთი მღვდელი იმ ბომბებს ლოცავს, მეორე მღვდელი იოანე ნათლისმცემელია ამბობს ერთ მკვლელზე. მოკლედ ერთი სიტყვით ესეთ ჯარზე არ მაქვს საუბარი. მე მაქვს სულიერ ჯარზე. აბა სადაც ყავს სულიერად გაწვრთნილი ხალხი? ყავს ჩვენ სულიერად გაწვრთნილი ხალხი? ქართველებს. სულიერად გაწვრთნილი ხალხი რას ნიშნავს, იცი? აი აქ რო დამაყენო მე ამ პატარა ერთგოჯა რაღაცაზე, არ დავიწყებ შენ წინაშე წუწულს, რომ შენ მე მაგოიმებ და მკლავ და იცი რას გეტყვი? შენ მე ვერაფერს მიზავ, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო არის ზეციური, რომელზეც მე ქრისტე მასწავლა და შენ მე ვერ გამაქრობ და ვერც ვერაფერს წამართმევ, იმიტომ რომ არც არაფერია ჩემი. ყველაფერი არის მამის, მამა ზეციერის, რომელზეც გვასწავლიდა ქრისტე. გესმის? და ჩემს მამას თუ სურს რომ აქ ვიდგე, მაშინ მე ვიდგები აქ. შენ რაც არ უნდა თქვა, გოიმი არ რავით რა შუაში ხარ. რატო საერთოდ საიდან წამოეგეთ ამ სიტყვებზე ვერ გავიგა. მე არ ვარ გოი. პირდაპირ ამით იწყება რა, რომ პირდაპირ, ესე იგი ებრაელს შენ წინა პლანზე აყენებ, რომ რაღაცა იმის სიტყვას მნიშვნელობა მიანიჭე, გესმის? თქვი, მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ ქართველი, მე ვარ ჩემი მეფე არის ქრისტე. თქვი, რა შუაშია გოი? ვინ არის გოი? ვინ და რა ხან იმათმა თქოს, იმიტომ ვართ გოები, თუ რა? და იმიტომ უნდა ვამტკიცოთ, რომ არ ვართ გოები, თუ რა გინდათ, ხალხო? გაძლიერდით, ხალხო. მე არავის არ ვაკრიტიკებ, მე ვაკრიტიკებ მხოლოდ ლაჩრულ სულს. და ვისაც ლაჩრული სული აქვს, არც არავის არ გაყენებთ შეურაცხყოფას. უნდა განვდევნოთ ლაჩრული სული საქართველოდან რა. განიდევნოს, როგორც აი იმ ცხვარმა ის შიში განდევნა და შიში კი არა და გაჭირვება განდევნა იმ სახლიდან, ისე უნდა განდევნოთ ჩვენც მივიდეთ ადგილზე ფეხები დავაბაკუნოთ. გესმის? და ეს მასონები, ხო, რომ დაინახავენ, რომ შენ ცოცხალი ხარ, შენ ქრისტეში ძლიერი ხარ, ქრისტეს ახსენო. შენ რო ქრისტე ახსენო, იცი რა ემართებათ მაგათ? შენ რო ქრისტეს სახელით ომობ, იცი მაგათ რა ემართებათ? სუხელებს იჭამენ, რატო იცი ვერაფერს ვერ გიშვებიან. მაგათ არა აქვთ უფლება შენ თუ ქრისტეს სახელით იბრძოლებ, ერთი თითი დაგაკარონ აესე თითი რო დაგაკარონ, მაგის უფლებაც კი არა აქვთ, იცი? თქვენ ეთყობა ეგ საიდუმლო არ იცით თქვენ. ოღონდ მოჩვენებით ქრისტესავით კი არ უნდა, ქრისტეს გამო კი არ უნდა, მოჩვენებით კი არ უნდა იბრძოლოთ, რომ აი ვითომ ქრისტეს გამო იბრძვით და ქრისტე ახსენოთ. შინაგანად უნდა იყოთ, ქრისტეს მეომარი უნდა იყოთ. თუ თქვენ ქრისტეს ახსენებთ და შინაგანად ქრისტეს ვერ გრძნობთ, მაშინ იცი რას გიზავ? აი ეგრეთ წაგაცლიან თავს. გესმის? აი ეს გისმენთ მასონთა ლოჟის წევრებიო, რომ ამბობთ. გისმენთ მასონთა ლოჟა. დიდი ქართველი წერს ამას. აი ეს მასონთა ლოჟის წევრები, ხო? მე თითსაც ვერ დამადებენ, იმიტომ რომ მე ვარ ქრისტეს მებრძოლი. და მარტო სიტყვებით კი არა, საქმით და შინაგანად, გესმის? ამიტომ ეგენი ვერც ერთ ქრისტიანს ნებისმიერი ჯარისკაცს, რომელიც ქრისტეს ჯარია, არ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქრისტეს ჯარისკაცი არავით არ შემთხვევაში ხელში არ აიღებს რაღაცა ბლაგვი არახს, ან ბომბს, ან პისტოლეტს. იარაღს არ აიღებს ხელში. ის არის მარჯვი ენა. ენით იგებს, სიტყვით იგებს, გესმით? და სიტყვით მოგება, სიტყვებთან აქვს კავშირი, სიტყვასთან, სიტყვას გააზრებულად ამბობს ადამიანი, რომელიც გააზრებულად ამბობს და მარტო გააზრებულად კი არ ამბობს. სიტყვებს ისი ალაგებს, რომ შანსი არ აქვს ბოროტს, მას რამენაირად ან შეაცდინოს, ან გადააცდინოს, ან მოუგოს სიტყვაში რა. და ეხლა ეს ტექსტი რასაც მეუბნება, მე აი რაც გავაკრიტიკე საჯაროდ და მე მაქვს აბსოლუტური უფლება საჯაროდ გასხადებულ ტექსტზე საჯაროდ ვუპასუხო. მაქვს უფლება და არავის არ ცირვწამებ და არ განვიკითხა, უბრალოდ ტექსტში შემაქვს შესწორებები. და ვიღაცა მისიც დაწერა, რომ მაშო შენ გონია შენი თავიო ბოლო მით როგორ დაწერა
მარტო შენ ხარო ის ვისაც ბოლო სიტყვა ეთქვისო ეგ პრობლემა მე აი ესე ვინც ფიქრობს იმას აქვს ის პრობლემა რომ აი აბა ვის ეთქმის სიტყვა იცი ვის ეთქმის ქრისტეს ეთქმის და ქრისტეს სიტყვით ვინც საუბრობს იმას ეთქმის კიდე სიტყვა გესმის ქრისტეს სიტყვით ვინც საუბრობს და ქრისტეს არ ახსენებს ჯერ ეგერთიც არის ქურდი და თვითმარქვია და ვინც ქრისტეს სიტყვით საუბრობს და ქრისტეს არ ახსენებს ეგ ხო თვითმარქვია და ქურდია და ვინც ქრისტეს სიტყვით საუბრობს ის ვერ იტყვის რომ მე ვარო მე მეთქმის ბოლო სიტყვაო იმან იცის რომ ქრისტეს აქვს ყველაზე ბოლო სიტყვა და ყველაზე პირველიც გესმის და ამიტომ ეს პრობლემა იმ ადამიანს არ გაუჩნდება ვისაც ამბიციები არ აქვს რომ მე ვარ პირველი მე ვარ ბელადი მე ვარ მძლეველი მე ვარ მეფე მე ვარ რა ვიცი მე რა ვარ პრინცესა მე ვარ ღმერთი რამდენიც გინდა იმდენი წახის მე ვარ ღმერთიო დღეს ხო ბიჭო ღმერთკაცები ვართ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთები ვართ ჩვენში არის ღმერთი და ღმერთკაცები ვართ ჩვენც გესმის მაგრამ ჩვენი ღმერთი არის ქრისტეს მამაზეც ქართველს თუ ეს არა აქვს მაშინ იწყებს წუწუნს მომეცით ჩემი დამიბრუნეთ მიწა მომეცით 1 მილიონი მომეცით რომ ვიცხოვრო კარგად და აი ესეთ რაღაცა წუწუნებშია და ღმერთო დამიფარე და ვიღაცამ დამიწერო რა არ გინდაო რომ კარგად იყვნენ კარგად იცით როდის არიან ქართველები სულიერად რო ძლიერები არიან და იმ 1 მილიონზე არ მართხოვრობენ აი მაშინ არიან ძალიან ვის ეხვეწები დამიბრუნეთ 1 მილიონიო ვის ეხვეწები ბიჭო შენი მიწა წყალი გაქვს ადეკი და ეს ხალხი სუნთლიანად გაყარი აქედან რა და თუ ეს არ ხდება მაშინ კითხვა დაუშვი შენ თავს რომ რატომ არ ხდება რატომ ვერ ახერხებს ქართველი რომ თავის მიწა წყალი თვითონვე მართოს იცი რატომ ვერ ახერხებს იმიტომ რომ რა დაიკარგა ერთობა რატო დაიკარგა ერთობა თუ იცით იმიტომ რომ მათხოვრები გავხდით იმიტომ რომ სულ გონია რომ ევროპა გვიშველის რუსეთი გვიშველის ის გვიშველის პეტრე გვიშველის პავლე გვიშველის და ქრისტე რო გვიშველის ხო ეგ გადავდეთ აი სულ ბოლო ფაზაში რომ აი თუ იმან ვერ გვიშველა და იმან ვერ გვიშველა და იმან ვერ გვიშველა იმან და იმან გვიშველის მე რა ქრისტე გვიშველის ბიჭო გადმოსიე ქრისტე აქეთ პირველ პლანზე და თქვი რომ ქრისტეა ჩემთან რა დროს პეტრე და პავლეა და რა დროს ის რუსეთი და ევროპა ხალხო ხომ არ გაგიჟებულ ხართ თქვენ ყველას გეუბნებით ქართველებო გამოფხიზლით ქრისტეა პირველი ვინც გვიშველის სუ ოდითგანვე ეგრე იყო ოდითგანვე ჩვენი მეფეები ქრისტეს სახელით იბრძოდნენ ქრისტე იყო ჩვენი მფარველი ქრისტემ შემოგვინახა აქამდე ყველაფერი და შენ კიდე გინდა რომ ეხლა ვიღაცებს ეხვეწო ჯერ კონკრეტულად ვისეუბნები რომ 1 მილიონი მოგცეს ვისეუბნები კონკრეტულად რომ მე არ ვარ გოი კონკრეტულად ვისევ სამყაროს სოფლიოს თუ ვისეუბნები ვის უხსნი და ვის საერთოდ რა არის ვერ ხვდები თუ შენ ქართველი რამის წინსვლაში გინდა რომ მონაწილეობდე მაშინ ადექი და კონკრეტულად აკეთე საქმე ნუ მე ახლა ვიცი დავითი აზნაურიშვილი დადის და კონკრეტულად ადგილებზე ობიექტებზე მიდის და იქ ამხელს იმას უკვე საქმეა გესმის უკვე ძლიერია მაგრამ ადამიანი რომელიც ამერიკიდან გვიყვება რაღაცეებს რომ მე პატრიოტი ქართველი და იცი რა ყველას გეტყვით საყოდურს რა პატრიოტი ქართველი იცი ვინ არის საქართველოში ვინც არის აი ის არის პატრიოტი ქართველი რა საქართველოში ვინც უძლებს აი ამ საზიზღრობას და გაჭირებას ერთად რო დგას ქართველთან ის არის პატრიოტი ქართველი და არა ამერიკიდან მოწერილი იქ რაღაცა პატრიოტობაზე და ნამდვილი ქართველი და აი ეს და ის არავინ არ არის ნამდვილი ქართველი როცა საქართველოს ესეთ დღეში ხედავს და არ ჩამოდის იქ რა თქმა უნდა სულ ყოველთვის გამოჩნდება ის მიზეზი 100,000 მიზეზი გამოჩნდება იმისათვის რომ ქართველი თავის მიწაზე არ ჩამოიყვანოს ბოროტმა
მაგრამ შენ როდის ახარ იცი ძალიან მაგარი ძლიერი, როცა აი ამ ბოროტის ყველა ხაფანგს აიღებს და პირში ჩაატენი ამ ბოროტს რა და ეტყვი დაიტევე შენ დაიტოვე ეს შენი ხაფანგები, მე მივდივარ ჩემს მიწაზე ქრისტესთან. აი მაშინ არის ქართველი ძლიერი, აი მაშინ არის ქართველი შეიარაღებულიც და აი მაშინ არის ქართველი ქართველად ჩამოყალიბებული. გესმით? მე არავის აი გეუბნებით კიდე რა, განა გეჩხუბებით, მე მინდა რომ დაინახოთ თუ რა ძალა დევს ადამიანში, როდესაც ის ქართველია, როდესაც ის საქართველოში არის და აქედან იბრძვის. აქ იბრძვის, რაზე იბრძვის იცი? იმაზე კი არა რომ მიწაწყლები დამიბრუნეთო. იმაზე იბრძვის რომ თქვას და დაამტკიცოს თავისი საქმით. მე ვარ ქართველი. აი აქ ვდგავარ ჩემს მიწაწყალზე და ქართველი ვარ, გესმის? და გოის როგორ უნდა უთხრა? გოის კი არა და იმას, ებრაელს შენ როგორ უნდა უთხრა ამერიკიდან, რომ წადი შენ ჩემი მიწაწყლიდან. შენ ხარ შენი მიწაწყლიდან წასული და ის და მოდის და ის იკავებს ადგილს. ეხლა იმ ცხვარმა სახში სანამ შევარ, გარედან რო შეძახოს, აბამანდიდან გადიო. იცი რას ეტყვის ეს გაჭირვება? ჯერ მე ვარ აქო. აი, ცხვარმა რა გააკეთა, შევიდა იმ სახში და უთხრა, აბა ეხლა აქედან დამეკარგეო რა. აქ ჩემი ადგილიაო, შეავსო უკვე ადგილები. იქ ისდებ გეგმით. იქ იმას დავდებ, იქ იმას დავდებ, იქ იმას დავდებ. აქ შენი ადგილი არ არის. და ესე უნდა ვიმოქმედოთ ქართველებმა და ეხლა თქვენ რა გონიათ, რომ ეხლა ვიღაცა შემოგვიძახებს ამერიკიდან, ვიღაცა ინგლისიდან, ვიღაცა ევროპიდან, ვიღაცა იქიდან, ვიღაცა ჩინეთიდან და ესე ვითომ გავყრით ამ ებრაელებს? არა, ხახო, არა, ეგრე ვერ გავყრით. ჩვენ ჩამოვიდეთ აქ, მოვუაროთ, დავესიოთ, ჩვენს ეკლესიებს დავესიოთ, ჩვენს მიწაწყლებს, ჩვენი აღვადგინოთ ყველაფერი. აი მაშინ დაინახავს ბოროტი მტერი ზუსტად რომ ქართველი გამოფხიზლდა და სანამ ესე ვყვირივად და ტექსტებს ვადგენთ და ის და ესე ვუხსნით ვიღაცა რაღაცებს აი ეგრე დაგვტოვებენ ზუსტად და იცი რას აკეთებენ ებრაელები შემოდიან თავისი სატვირთო მანქანებით აქ გადაგლეკავენ და გადაჯეგავენ ყველაფერს გადაგილეკავენ აი უკვე საქმეზე არიან საქმეს აკეთებენ გესმის და შენ იქიდან ამერიკიდან გვიყვირი რომ პატრიოტი ქართველი ვარ მე არა მჯერა რომ ქართველი ხარ პატრიოტი მარტო სიტყვებით არაო საქმეებში გამოიცდებითო ქრისტე გეუბნება ხო გვეუბნება ჩვენ ყველას მე ახლა გერმანიაში რო წავიდე და იქიდან ვიყვირო რა აი ქართველებო ეს გააკეთეთ ის გააკეთეთ პატრიოტი ვარ მე ეს გული შემტკივა ეს გერმანიიდან გიყვიროდეთ იქ არა რა ესე არ გამოვა მართლა არ გამოვა და კიდე ვიღაცას ეწყინოს რომ მე ესეთი ხალხი ვამხილე მე ცუდად კი არ გამხილეთ მე იმის კი არ მინდა რომ თქვენ გაგაბანძოთ მე ის მინდა რომ თქვენ გაგაძლიეროთ გესმის აი ესე რომ ლაპარაკობ მე კაცივით და ძლიერად და ესე უნდა გაძლიერდეთ აიღეთ ჩემგან ეს აი ეს მრისხანება აიღეთ და გამრისხანდით მე ღმერთს ვეხვეწებოდი რომ ღმერთო მომეც მრისხანება მეთქი რომ მრისხანება გაძლევს იმის ძალას რომ შენი თავი დაიცვა პირველ რიგში და გააძლიერო თუ მრისხანება არ აგაქვს ჩათვალე რომ შენ დამონებული ხარ უკვე რა და ორნაირი არსებობს მრისხანება ერთი რომ თავს ვერ აკონტროლებ და შეიძლება კაცი მოკლა მეორე მრისხანება რომ შენ განრისხდები უსამართლობაზე და ამას პირდაპირ ამხელ გესმის აი ეს არის ქართველობა მე ყველას მოგიწოდებთ მე რა უნდა მოგიწოდოთ მე ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ყველას მინდა რომ განახოთ რომ საქართველოში როდესაც ხარ და მართლა პატრიოტი ხარ იცი რამდენ საქმეს აკეთებ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ და ისე კი არა რომ აი ვიღაცას ელოდები და ვიღაცის აღიარებას ელოდები პირდაპირ მიდიხარ და იმ საქმეს როგორც სკალპელს დაუსვავს ხოლმე ის ქირურგი რა ადგილზეც საჭიროა ისე დაუსვავს სკალპელს და ისე აკეთებს საქმეს გესმის სხვა შემთხვევაში შენ მხოლოდ ფუჭი დროის კარგვაში ხარ ის რომ საქართველოს საზღვრების გარეთიდან საზღვრების იქიდან ჩვენ მოგვიწოდო პატრიოტებისკენ და თან გვითხრა რომ მე ვარ პატრიოტი არა ხარ შენ პატრიოტი შენ რო პატრიოტი იყო ბიჭო ქართველი ვარ მიჭირს აქ რომ მარტო ვიბრძვი მე
ძალიან მაგრად მიჭირს, იცი? და შენ რო აქ იყო, იცი რა მაგარი ვიქნები? შენი მარტო აქ ყოფნით ვიქნები მაგარი, რომ შენც აქ ახარ. გესმის? ამიტომ შენ თუ პატრიოტი ხარ, მაშინ დამანახე საქმეებით, რომ პატრიოტი ხარ. მარტო ფულის გამოგზავნა აქ არაფერს არ ნიშნავს. ფული როგორც მოდის ისე ფული არაო, ხალხო. თქვენ გაერთიანდითო, რა გითხრა იქ ზეციდან რა ბრძანება მოდის მიქაელიდან, გაბრიელიდან და რაფაელიდან. ერთად შეიკარითო ეს ნათელი ხალხიო რა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად შენ პატრიოტი ხარ, როდესაც ამერიკიდან ამებს მიყვები, რომ ესე გინდა რომ პატრიოტები შეკრიბო და დამიკავშირდითო, მე დაგაკავშირებთ ამ ხალხსო. კი არ დამიკავშირდით, მე დაგაკავშირებთ ამ ხალხსო. მოდი ერთად დავდგეთო, ბიჭო, ესე უნდა აღარ არის დრო უკვე. ამების დრო აღარ არის, რომ ჩვენ ახლა ტექსტები ვწეროთ და მე ერთმანეთი იმასთან დავაკავშიროთ და ეს მე კავშირები, იცი რას უშვებიან ხალხს? აი შენ რო ეუბნები ხალხს, რომ დაგაკავშირებო, იმას მე იცი რას უზავს? უშიშროება? პირადში შეუჯდება და შენზე ეტყვის, რომ აგენტიაო. აბა ჩემზე კითხეთ უშიშროებას რა მაგარი ისა ვარ, რა ყველაფერი ვარ, იმის გარდა რაც ვარ. გესმის? იმათთვის. კუდიანიც ვარ, საშიშიც ვარ. ხო? სხვადასხვა ბევრი რაღაცა ვარ იმათთვის, მაგრამ აბა რას ვაკეთებ, პატრიოტი რო ვარ და პატრიოტულ საქმეებს რო ვაკეთებ, ეს რომელმა დაინახა და რომელმა უშიშროების წევრმა თქვა ეს? თქვენ უშიშროების წევრებმა რა გითხრეს? ეგ კი არა, აგერ ის შურიანი ხალხი დადგა და მოყვა ჩემს ლანძღინებას. იმის მაგივრად, რომ საქმე აკეთონ ხალხო. ქვეყანაში უამრავი საქმეა საკეთებელი, რო დავდივარ თვალები აქ ამდის ხოლმე, იმდენი საქმეს ვხედავ გასაკეთებელს. იმისი არ იყოს, ამ სოფელში წყალი არის გაფუჭებულია, აი საუკუნები ბაბუა ჩემის მამა. ბაბუა ჩემის მამა არა, მაგრამ ბაბუა ჩემის დროინდელი წყალი დის და სულ არის დავა და აი ამ საკითხს როგორ მოაგვარებს, იცი? ჭკვიანი და ნორმალური ადამიანი ადგება და უბრალოდ ყოველდღიურად ერთ პატარა იმას მონაკვეთს გათხრის და რამდენი 50 წელი გავიდა. 50 წელში უკვე 500 ჯერ ექნებოდა ეს ადგილი გაკეთებული. არა, ჯინაზე, აი იმის ბრალია და იმან უნდა გააკეთოს, მე არ მეხება ეს და იმას არ ეხება და საბოლოო ჯამში აი ესე ვდგავართ, ვწუწუნებთ, ვართ ერთ ამბავში, გვიფუჭდება ხეხილი, გვიფუჭდება მიწა, გვიფუჭდება, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ის იმის საქმეა, ვაბრალებთ ერთმანეთს, საბოლოო ჯამში საქმეს ვინ აკეთებს, ხალხო? არ ჯობდა რომ ამდენ წუწუნს და ამდენ ვაივა გადაემტერებიან ერთმანეთს გავაკეთოთ საქმე. არ განა ნუ თუ ესეთი ძნელია რომ საქმე ვაკეთოთ. არ არის ძნელი. ამას უნდა უბრალოდ დაწყება, პირველი ნაბიჯების დაწყება უნდა ამას. ეხლა ვიღაცა დადგება და ეს გოგო მორალს გვიკითხავს. აბა ჩემს მორალს მოусმინეთ, ეთი რა არ მოგეწონებათ მაგაში. თქვენ თუ მართლა პატრიოტები ხართ, ჩემი სიტყვა იცი როგორ გულზე მოგედებათ მალამოთ? დამლოცავთ. თუ თქვენ მართლა პატრიოტები ხართ, მაგრამ თუ თქვენ ფარისევლურად პატრიოტები ხართ, მაშინ იტყვით, ეხლა ეს გოგო გვასწავლის კიდე ჭკუას და მორალს გვიკითხავს. აი, ფარისევლობა რაში გამოიხატება, როცა სიტყვას ისმენ ჭეშმარიტად მართლა ეგ გადაარჩენს ქვეყნის საკითხს და შენ კიდე იცი, ეს გოგო, ამ გოგო სიტყვაზე ვიარო? და შენ არ იცი და არ გინდა რომ გაიგო ეს გოგო ქრისტეს სიტყვებით საუბრობს. აბა ეხლა თქვენ რაღაცებს წაგიკითხავთ. ქართველობა მოდაში აღარ არისო, ქართული ერის გრამატიკის წიგნის სკოლებში ბავშვებს ააცალეს და კითხვა აღარ იციან ქართველმა ბავშვებმა და ამას რომელი თავმოყარე ერი გაუტარებს ამ სახელმწიფოს, რომელი ერიც არ ერთიანდება, ის ერთი ერი ზუსტად და ვერ ვითვის. აბა ერთი მასწავლებლებს კითხე, მასწავლებლები იმის შიშით რომ ოი არაფერი არ თქვათო, რომ სამსახურები არ დაუკარგოთო, აი ამას ატარებენ ზუსტად. ეს პირველ რიგში ჩვენს ბავშვებს რომ დედაენა წაართვეს და ქართულმა ბავშვებმა
გრამატიკის წიგნის სკოლებში ბავშვებს ააცალეს. აი ეს რომ მასწავლებლებმა არ გააპროტესტეს და ესე გაატარეს, აქ უკვე დაანგრეულია მთლიანად რა. ნორა წერს, რომ იტალია იმიტომაა მაგარი ქვეყანა, რომ სამართალი დამოუკიდებელია. ხო და აბა მიდი გააკეთე ქართველმა, აბა გავაკეთოთ ქართველებმა ეს. რატო ვერ შევძელით? იმიტომ რომ ერთად არ ვდგავართ. იმიტომ რომ ყველას უნდა რომ მე იყოს პირველი, გესმის? და ქრისტე სულ ავიწყდება. და აი თუ ქრისტეს დააყენებ წინ, მაშინ ქრისტეა პირველი. და იმას მივყვებით ყველა. და ვიღაცას პრეტენზია არ გაუჩნდება ჩემზე, რომ ამ გოგოს სიტყვებზე ვიარო? და ამ გოგო მეჭკუა უნდა მასწავლოს? იქნებ უნდა გასწავლოს ამ გოგომ შეჭკუა ამერიკიდან რომ მასწავლი ჭკუას პატრიოტობაზე. კიდევ ერთხელ გეუბნები რა, მე გულით მჯერა და მწამს, რომ შენ მართლა გულით პატრიოტი ხარ, მაგრამ შენ არიცი ერთი პატარა ის რა, ხრიკი, რომელთაც უნდა მოუგო ბოროტს, რომ მართლა საქმეში გადაიყვანო ეს შენი პატრიოტობა, საქმით უნდა დაამტკიცო. საქმით უნდა დაამტკიცო. მერე ვიღაცები დაიწყებენ ახლა აქ რომ ჩამოვიდეს მოკლავენ, აქ რომ ჩამოვიდეს ამას დამართებენ, იმას დამართებენ და იმას მე რატო არაფერს არ დამართებენ ერთი გამაგებინ, თო მე ლოტოს კოჭი ვარ რომ ვერაფერს ვერ მიშვებიან. ჰა? და თუ მე არა მაქვს იმის საშუალება რომ შემეშინდეს რა, ანუ ბავშვები არ მყავს, ოჯახი არ მყავს თუ არაფერი არ მაქვს დასაკარგი. გესმის? მე გეტყვი ერთ რამეს რა, თუ შენ პატრიოტი ქართველი ხარ, შენ არ უნდა შეგეშინდეს იმის რომ აქ რო ჩამოხვიდე მოკლავენ, ან ხაცროფეხი დაადგა თავს წაგაცლიან. უბრალოდ ხაცროფეხი არ დაადგა თავს წაგაცლიან. ეგრე რო შეშინებოდათ 100,000 მოწამეს, ხაცფეხს დაადგავდნენ. იგივეა, შენ არ ჩამოდიხარ საქართველოში, იმიტომ რომ გეშინია რომ ან მოკლან, ან ისკლან, ან შენ არ ჩამოდიხარ იმიტომ კი არა რომ გეშინია, მე გეტყვი რატომაც არ ჩამოდიხარ. ყველა ემიგრანტს ვეუბნები. შენ არ ჩამოდიხარ იმიტომ რომ გეზარება ბრძოლა. შენ არ ჩამოდიხარ იმიტომ რომ არ გაქვს შენი ხალხის იმედი. შენ არ ჩამოდიხარ იმიტომ რომ არ თვლის საჭიროდ შენს თავს და არ გგონია რომ შენ ხარ ძალა. შენ გგონია რომ აქ რომ ჩამოხვიდე, შენს გაგაქრობენ და დასრულდება ამით ყველაფერი. უნდა გავერთიანდეთო მაგას ამბობს, ბიჭო, მე მაგას გეუბნებით მეც, როგორ გავერთიანდეთ ამერიკიდან საქართველოში? როგორ ეგ ხო წარმოუდგენელი რაღაც აბსურდს მელაპარაკები, დედიკო, კედელს ეყუდები. მოდი აი აქეთ გადმო. რა? არა, რა ფილტვებს გაუფრთხილდი. აი, როცა მამაზე ციერი მეტყვის მაშინ. ეს ხომ აბსურდია ხარ, რასაც მიყვებით, რომ ამერიკიდან გვეუბნებიან, უნდა გავერთიანდეთ. იქიდან გვეუბნებიან, უნდა გავერთიანდეთ. როგორ არ ეს არის აბსურდი რა, ეს ყველა ებრაელმა იცის, რომ არის ძალიან ფუჭი საუბარი და ამით საქმე რო არ კეთდება. რამდენიც გინდა იყვირონო, კაცო, აგერ გეცამანიის ბაღში მაგას რა ქვია, მცხეთა მთლიანად ებრაელებმა შეისყიდეს. და აკეთებენ საქმეს აგერ. და ჩვენ კიდე ამერიკიდან ყვირი ვართ, მე პატრიოტი ვარ. ვერ ახარ პატრიოტი, ვერ, ძმაო, მართლა გულით გეუბნები, მეც მინდა რომ პატრიოტი იყო რა. გინდა საფრანგეთიდან ყვირიან ერმილე და ისინი. კი, ბევრმა მითხრა რომ აეგენი რომ ჩამოვიდნენ გააკრო. ბიჭო, ისე უნდა მოვაწყოთ საქმე რომ ერთად დავდგეთ და არც გააკრონ, არა, ყველა ერთად უნდა ჩამოხვიდეთ. მოდი ერთმანეთს გადაურეკეთ და ერთი დღე მაინც დათქვით, რომ აი ყველა ერთად ჩავდივართ, ყველას ერთად ვერ დაგესევიან. ყველა ერთი რეისით რომ ჩამოხვიდეთ, ხო? 200 კაცი იცით რა მხელა ძალაა, კაცო? ერთმანეთს გადაურეკეთ და ბილეთი ისე იყიდეთ, რომ ერთ რეისზე დაემთხვეთ და ერთი ქვეყნიდან ერთ ქვეყანაში შეხვდეთ. აი მაგალითად ამერიკაში თუ, რა ვიცი, გერმანიაში შეიკრიბოთ ან საფრანგეთში და საფრანგეთიდან ერთად გადმოფრინდეთ. 200 კაცს და არ წახვიდეთ სახლებში, დადექით და ერთად იდექით. თქვენ გონიათ ეს ძალა არ არის? დადექით და ერთად რო იდგებით, ყველანი შემოგიერთდებით მერე.
რომ დავინახავთ, რომ 200 კაცი ერთად ჩამოფრინდა უცხოეთიდან და 200-მა კაცმა ის მობილიზება შექმნა, შეძლო, რომ პატრიოტულად საქართველოს დაუბრუნდა. თვითმფრინავს ჩამოაგდებენ. გასაიდუმლოებულად გააკეთეთ, კაცო ეს. ხო, მერაბ, შენ ჩემზე გააკეთე აქცენტი. კი, მაგას ვამბობ და ამიტომ ყვირი ვარ, თორე მე რა ინტერესი მაქვს ეხლა რომ დავდგე და თქვენ თითები გიქნიოთ, რომ ესე და ისე და ეს. თქვენ ვერ ხედავთ, რომ მე უბრალოდ მინდა რომ გზა დაგანახოთ სხვანაირი? გინდა მე რუსებს ვუქნიე თითი ესე რომ მე თქვი რა რუსეთი ხალხო ქრისტე, გინდა ეხლა ამ რაღაცას წამოწყება რო არის ეს რაღაცა პასპორტის იმებზე დავაწეროთ. პასპორტზე რა უნდა დააწერო, იცი? თუ მართლა ძალიან მაგარი რამე კი. მე ვარ ქართველი. მე ვარ ქრისტიანი. შო, მორჩა, რაღაც უნდა მეტის ახსნა, მე არ ვარ ის და არ ვარ ის და არ ვარ ის და არ ვაღიარებ. მე ვარ ქრისტიანი. უკვე ვაღიარებ ქრისტეს და მის მამას და უკვე ვარ ქრისტიანი და ქართველი. შო? და თუ ეგრე არის, დავამტკიცოთ, რომ ეგრეა რა. დედას ფიცა ვარ. საქართველოში გული გაგისკდებათ უცხო ემიგრანტებო, თქვენ რო აქ ჩამოხვიდეთ და თბილისში გაიაროთ, ავტობუსში რო ჩაჯდეთ, თქვენ თავი არ გეგონებათ საქართველოში, ქართულს ვეღარ გაიგებთ. მე გული მისკდება, მე საქართველოში თბილისში რო დავდივარ, თუ არ ამომივარდება გული, არ ამგონია ხოლმე რა. არც მინდა რომ ზიზღში გადამეზარდოს ეს სხვა ერების მიმართ. იმდენი ერები არიან უკვე. იმდენად სხვა უცნაური ერები არიან, რომ ესეთი რამე მე გერმანიაშიც არ მინახია 50,000 უცხოელი მოსწავლე სტუდენტი ჩამოდიოდა იმ ქალაქში ყოველ სემესტრიულად. ესეთი რამე მე გერმანიაშიც არ მინახია ხალხო. რაც თბილისში ტრიალებს დღეს. ქართული არიციან და უკვე გლოვაში მუშაობენ, არ ვიცი. გლოვაში კი არა, ნებისმიერ რესტორანში რო შეხვიდე, ან თურქის არის, ან აზერის, ან არ ვიცი, ვიღაცეების. ქართველის არა. ყველასია ებრაელების და იმეების ქართველის გარდა. დიდი ქართველი წერს, სატანა ფულის სისტემა ფულია სატანა და ყველგან სატანა, სადაც ფული ტრიალებს, მათ შორის სანდელს რო ყიდულობ ტაძარში. ქრისტეზე ვისაუბროთ, ქრისტეზე. ხომ გითხარით, რაც უფრო ხშირად ახსენებ მაგას მისდის ენერგია და არა ქრისტეს. ქრისტე სად არის ხალხო? რატო ვსაუბრობ მე ქრისტეზე? მე რო თავიდან 3 წლის წინ, 4 წლის წინ ქრისტეზე დავიწყე საუბარი, იცი რა დღე იყო? იცი რა დღეში იყო ხალხი? ქრისტეზე, ქრისტე რო გეხსენებინა, აგრესია ემართებოდა. დაჟე ერთი ადამიანი წრიდან ადგა და ქრისტეს რო ვახსენე, ადგა და გაიქცა. ქართველი, ჩვეულებრივი ქართველი. იცი რა აგრესია იყო ქრისტეს რო ვახსენებდი და ესე ხშირად რო ვახსენებდი? ზოგს ეგონე ფანატიკოსი, ზოგს ეგონე ის, არა და სინამდვილეში სულ ქრისტე უნდა გვეკეროს პირზე, რომ ჩვენ რაღაცით ამოვისუნთქოთ ხალხო. და ქრისტეს რო ვახსენებდი, გოიმი ხარ. ქართველისთვისაც გოიმი იყავი, ქრისტეს რო ვახსენებდი, იცი? ეხლა აღარ ხარ გოიმი, იმიტომ რომ გავიდა ხალხში ქრისტეზე დაიწყო ხალხმა საუბარი. ქრისტიანობა მიხვდა რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და არა ის რომ მარტო დავლეჭით მამაო იქ რომ უნდა ირბინო და ვითომ ქრისტეს გაჭმევენ. ქრისტე არის შენში უნდა გააცოცხლო ქრისტე. ქრისტეს სიტყვა უნდა გააცოცხლო შენში და ქრისტე უნდა გააცოცხლო შენში, შენი ძალებით. მერაბ კაჭახიძე წერს, ისევ ჩემ ქვეყანაში მირჩევნია ვიწვალო, დიდი ხანია მაგ აზრზე ვარო.
მე რა 8 წელი ეგ არის, თორე აბა ეხლა მე რომ აქ უკვე წითელი ხალიჩები გამიშალონ და ჩამომიყვანონ, აი ქართველი მე მილიონები უნდა მომცენ, იმანის უნდა მომცენ, იცი რას გეტყვიან? აი ესენი გარეკესო მაგრათო რა. რა მილიონები უნდა მივცეთ, რა რითი დაიმსახურესო ჯერ იტყვიან რა. ამერიკიდან მithვლის ქართველიო, რომ მილიონები უნდა მივცეო რა. ანუ ძალიან ალოგიკურია. ამერიკიდან რო უთვლი აქ ებრაელს საქართველოში უკვე რო საქმეშია და ბიზნესები აქვს და იქ ნაყიდი აქ ის მიწა და იქ ის მიწა და იქ ის მიწა და იქ ის ვენახი, ხო? და შენ ამერიკიდან უთვლი რომ იცი რა, ეხლა შენ მე მილიონი უნდა გადამიხადო მაგაში. რომ მე ამერიკაში ვარ ქართველი. და პატრიოტი ვარ. და მე ჩამოვალ მან საქართველოში, როცა შენ მილიონს გადამიხდი. არ გეტყვის იძინა ხუიო? ვინც გინდა ის იყოს? რუსებს მიაქვს მეთქი აკაურობა, ჩვენი სოფელი რუსებმა წაიღეს უკვე. აქ რუსი არ მინახავს, მე ერთი კაცი დადიოდა ტოლიკა ერქვა იმას, ერთი რუსი, ისიც ქართულს ლაპარაკობდა ხალხო. აბა ეხლა ჩვენ სოფელში ასურეთში გაიარე. სულ რუსები გაივლენ რუსი, გამოვივლენ რუსი, ბირჟად რუსი, იქ რუსი, იქ რუსი. და ამერიკიდან ჩამოუთვალოთ რუსებო წადით აქედანო? არასწორია ეგ რა. იცი რატო ჩამოვიდა აქ რუსი? ქართველი ვერ აუდიოდა იმ ადგილს. მიტოვებული ქო და მიგდებული მიყრილი. ჩამოვიდა რუსი და მაგრად გააკეთა ის ადგილები და ისე კი არა რომ მილიონები ჩადო. არა, სხვებს გააკეთებინა. ესე ჩამოსულ ვიღაცეებს გააკეთებინა ესე, მათხოვრობით. განა ისიც მაგარი მდიდარი იყო, ვინც აქ რუსი ჩამოვიდა და გააკეთა. ქართველსაც შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც რუსმა გააკეთა, მაგრამ ქართველმა თავისი მიწა ვერ დააფასა და გაიქცა ამერიკაში, ან იქით, რუსმა კიდე საქართველოს მიწა დააფასა, ჩამოვიდა და გააკეთა ბიზნესი. აბა ეხლა რომელს პატრიოტი რომელია, ბიჭო? აქედან პატრიოტი რომელია, გამაგებინეთ? ამითაც ეხლა ესე რომ საუბრობ, არ ვლანძღავ არავის რა. მე ემოციურად საუბრობ, იმიტომ რომ ძალიან მტკივა ეს საკითხი. გესმით? ყველანი თქვენ, ვინც წასულები ხართ, ხო? მე კი არ გეჩხუბებით, მე გაძლევთ ძალას ამით, აიღეთ ეს ძალა, განრისხდით, გაბრაზდით და ჩამოდით. თუნდაც შემზე გაბრაზდით და ჩამოდით, იმიტომ რომ აი მე დამინაყოთ ყბები. ჩამოდით. ხომ ჩამოხვალთ აქ ხო იქნებით თქვენს მიწაზე. ხომ დაინახავთ ვითარებას, აქედან ვეღარ თუ მართლა პატრიოტი ხარ, შენ აქედან აღარ გაიქცევი, აქ დარჩები და იბრძოლებ. თუ მართლა პატრიოტი ხარ და იმას დაინახავ, რასაც ჩემი თვალები დღეს ხედავს თბილისში და საერთოდ რეგიონებშიც, შენ თუ მართლა პატრიოტი ხარ და იქიდან მithვლი რომ პატრიოტი ვარო, აქ რომ მოხვალ და ნახავ. აქედან ფეხს აღარ მოგაცნობილებს შენი პატრიოტობა. აქ დაგტოვებს და აქედან გაბრძოლებინებს ბოლომდე. არა ვართ კარგი ქრისტიანები და ეს არ პრობლემა ერშიო, ნორა. იცი რა, ნორა, ჯიგარი ხარ მაგ სიტყვებში რა. ეგ არის თვითაღიარება და უკვე დაწყებული არის მაგ დროს, როდესაც ადამიანი თავის სისუსტეს აღიარებს, უკვე დაწყებულია განკურნება და აი შენში უკვე დაწყებულია განკურნება. რომ პირველ რიგში იწყებ ლაპარაკს არ ვართ და არ არიან კარგი ქართველები და არ არიან კი არა, არ ვართ. ნახე, აქ ერთიანდები კიდევაც და შენი თავიდანაც იწყებ. არ ვართ კარგი ქრისტიანები, არ ვართ. ჩვენ რო კარგი ქრისტიანები ვიყოთ, იცი სად მიდიოდნენ? ომში ქრისტეს გამო? გაიხსენეთ თამარ მეფემ რა წერილი მისწერა ურჯულოს. შენ მოდიხარო, შენ იმის იმედითო, შენი ჯარის იმედითო, რომ ჩემს ქვეყანასო, რომელიც ქრისტეს ქვეყანა არისო, წამართმევო, მე კი მოვდივარ ქრისტეს იმედითო, რომელსაც ვემსახურებითო ჩვენ ქართველებიო. აი ეს წერილი მისწერა თამარ მეფემ ურჯულოს, რომელმაც ქალი მეფეო, მე ვერ წარმომიდგენიაო რა ხარო ერთიო ესეთიო, რომ აბა ეს კაცებიო გადაუტრიალეთ ვინიო ამ კაცებსო და ხომ ანახა მერე თამარმა. პირველი თვითონ წავიდა თამარი მაგ ომში. პირველი გაუძღვა ცხენით მაგ ომში.
ხო და ანახა, იცი რატო? ქრისტე იყო ჩვენი მფარველი, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე, რომ უთვლის ვიღაცა ურჯულო ამ ქვეყნის მეფეს, შენ ვიხარო ერთი მინდაქვსაო ქალიო მეფედო. გესმის? აბა ეხლა თამარ მეფეს დაეწყო, საწყლები ჩვენ ქართველები როგორ მართალია ეს ურჯულო, აი მეფედ ვინ დამსვა? მე ხომ ის ამყავს, ჯარები მყავს, არ მოვაკვლევინო ეხლა ეს ჯარებს მომიკლავენ ეხლა და ისა რა დროს ქრისტია კაცო, ამხელე ამდენი არიან ის ესე რომ დაეწყო თამარ მეფეს და ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა? აი მაგას ვაკეთებთ ეხლა ჩვენ. მე არ ვარ მრუში რომ დაეწყო თამარს. შენ რეებს მეუბნები შენ ბიჭო, არ ვარ მრუში, არ ვარ ეგეთი ცუდი როგორც წარმოგიდგენი. ან წარმოგიდგენიათ აი ესე დონეზე რომ დასულიყო ეხლა თამარი და ეთქვა რომ მე ეს არ ვარ, ის არ ვარ, ეს არ ვარ და ეს შემიძლია და ის შემიძლია და ამას არ ვაღიარებ და იმას არ ვარ თქვენ ღმერთს არ ვაღიარებ. აი ესე რომ დაიწყო თამარ მეფეს ეხლა საუბარი. მე რატომ აქ იცი ქართველ მეფეებზე საუბარი? ძალიან მაგრები იყვნენ ეს ქართველი მეფეები რა. ჭეშმარიტად ქრისტეში ძლიერები იყვნენ. ამიტომ იყო რომ საქართველოს პირველი რაც გაუკეთა საზიზღარმა რუსეთმა, რომელსაც საძმოს ეძახის ეხლა ჩვენი სამოციქულო ეკლესია, მეფე გაუნადგურა ბიჭო და ამას ეძახის საძმოს. წარმოგიდგენიათ ხალხო? ამ ადამიანს ძმა როგორ უნდა უწოდო? შენი საკუთარი ქვეყნის მცველი მოგისპო და დაგისვა ტრაწიანი ილია მეორე, რომელმაც წალეკა მთელი ქვეყანა. უნდა ჩამოვიდნენ ემიგრანტები, დავიბრუნოთ ფერეიდნელი ქართველები და ყველა გაერთიანებული ძალით უფალს დავუდგეთ გვერდით. არასდროს შეშინებია ქართველს და ახლაც უშიშრები ვიქნებით, სადაც ქრისტე გაგვიძღვება. დიახაც ყველანი უნდა გაძლიერდეთ ქრისტეში ხალხო. მე იმიტომ ვამბობ, ქრისტეში ეს ზღაპარი კი არ არის ქრისტე. ქრისტე არ არის ზღაპარი ხალხო. ქრისტე ჭეშმარიტად არსებობს. ჭეშმარიტად არასდროს არ გარდაცვლილია ქრისტე აქ არის. სულ აქ იყო და აქ არის ეხლაც. მე სულ თქვენთან ვიქნებიო ხო თქვა ქრისტემ არა? და არ ვართ მით ხო ნორა ეგ გითხარი. ჯიგარი ხარ მეთქი მაგას რო ამბობ, რომ შენ თავით იწყებ, შენი თავით იწყებ საუბარს. პირველ რიგში საუბარი უნდა ვისწავლოთ ჩვენ გამართული. რომ ისენი ხართ და ისენი ხართ კი არა, ესე უნდა თქვა ჩვენ ვართ, ვინ ვართ. აი თქვა ამბობ ვიღაცაზე რომ არ არის კარგი, ხო? არ არის კარგი კი არა, არ ვართ კარგები, ესე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენი თავიც იმას უნდა მივაკუთვნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ, ჩვენ ქართველები ვართ ერთიანი ვართ. თუ ერთიანი არ ვართ, მაშინ არავინ არ ვართ. ხო და აბა როგორ ვართ ერთიანი ხალხო? მე ვხედავ ესეთ რამეს, რა ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, როდესაც ახლა ნახე, როდესაც აი საერთო საქმეს ვაკეთებთ, ხო, სულ ყველა ეკლესიას ვაშენებთ. როდესაც მე ამა თუ იმ ადამიანს ვთხოვე რომ აბა იქნებ რაღაცა, ზოგი იმდენად ცდილობს, აი მართლა ბოლო ძალებით მოდის ხოლმე და გვეხმარება და ზოგი იცი როგორ იოლად იტყვის რომ აი მე უკვე ხანში შესული ვარ და ეს ვარ და ის მტკივა და ეს მტკივა და ის ვერ ამოვალ და იქ გარდამეცვალ რაღაცა. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ძალიან რთულია საერთო საქმის კეთება. უსასყიდლოდ. ყველაზე რთული ეგ არის, რომ ჩვენ ვისწავლოთ ერთმანეთისთვის მუშაობა უსასყიდლოდ. ფულმა არ უნდა დაგვაბრკოლოს. აი მაგალითად გეტყვით ახლა, მაგალითად ეს პრობლემა ხო არის სოფელში რა, რომ აი
ზედა ქუჩიდან ჩამოდის წყალი ქვედა ქუჩას და უფუჭებს ხეხილს, უფუჭებს მიწას, უფუჭებს ვიფუჭებს ჩვენ ყველას, ჩვენ მეც. უკვე რამდენი წელია, 8 წელია რომ ვეუბნებით გააკეთე, არა ჩემთან გააკეთე, ის თავის იმას იდივიდებს, იმას აბრალებს, ის იმას აბრალებს, ის იმას აბრალებს, აი წყილი და ჭიანჭველა რა, გააგზავნის იქ, იმან იქ გააგზავნა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ფუჭდება, ხო? და ნერვები გვაწყდება და ასე შემდეგ. ეხლა ნახე. საქმე არის რა? წესით არის ორი რაღაც გასაკეთებელი. ტრუბები საყიდელი და მიწა გასათხრელი. აი ეს ორი რაღაცა, ერთი დამოკიდებულია ფულზე, მეორე დამოკიდებულია ჯანზე. ამდენი ოჯახია, ამდენი ოჯახი, რომელიც ვართ, ზოგი დაზარალებული, ზოგი ვინც გვაზარალებს ის, ჩათრეული ამ საკითხში. თვითონ რომ საერთო საქმე გავაკეთოთ, კიო გავაკეთეთო და ის ტრუბებიო მე რომ ის დაგვეზარავ იქ რაღაცა ჩხუბი მოხდაო და ეს ტრუბები წაიღო ყველამ თავის გაიფანტაო. ხალხო? საქმე რო არ გაკეთა ფაქტია, ხო? ხო და უნდა გავაკეთოთ საქმე რა. სულ ერთია ვინმესე ჩხუბა და რა გუშინვე ჩხუბეთ, დღეს შევრიგდეთ. რა პრობლემაა? ჩვენ ხო საქმე უნდა გავაკეთოთ, არა? ჩვენ თუ საქმეს გადავდებთ და გავაფუჭებთ, იმიტომ რომ ერთმანეთს ვეჩხუბეთ და აი მე იმაზე ესე ვთქვი და იმან ესე ჩემზე თქვა, რა თქმა უნდა ჩვენით თამაშობს ვინ, აბა ვინ თუ იცით? ის ვინც ფულს აკეთებს ჩვენით. აშენებული ქვეყანა თავზე დაგვამხეს და ეხლა განვითარებადი ქვეყნების სიაში შეგვიყვანეს. გველებმა გამიზნულად უნდათ ხელი შეუშალონ ეროვნულობის გონიერების სიძლიერეს. მართლაც ქუდზე კაცი უნდა გავიდეს სპეციალური გეგმით. ხო, ლალი, ანუ ქუდზე კაცი უნდა გავიდეს სპეციალური გეგმა რა თუნდა ამას რა? გეგმა არის ერთი რა. ქრისტიანები ერთად უნდა დადგნენ და ქრისტე უნდა რა უნდა ქნან, იცი? ქრისტე უნდა გააცოცხლონ ერთიანობაში. ქრისტე თუ არ ვიყვირეთ ჩვენ, ხომ გითხარით თავს წაგვაცლიან თქო რა. და შენ რო ყვირი ხარ ქრისტეს, ფარისევლურად კი არა, ჭეშმარიტად უნდა გჯეროდეს ქრისტესი. ჭეშმარიტად, ხალხო. სიბნელეში ყავთ ხალხი, მართალ სიტყვას ბლოკავენ და მე ამ ხალხმაც რა ვერ ისწავლა, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და გაუზიაროთ, მაგრამ რა თქინდა, აგერ ეშინია ხალხს ჩემი სიტყვის გაზიარების, რომ მე იმათ რამე არ მოსწიონ. ესია ეს. შიში მართავს დღეს, სრულიად ყველაფერს. და როდესაც მაგ შიშებს დაძლევ, აი მაშინ უკვე მართლა პატრიოტიც ხარ და მართლა ქრისტიანიც რა. მე მგონი რომ არაფერს არავის არ ცილს არ ვწამებ, უბრალოდ მე როდესაც ესე ემოციურად ვსაუბრობ, ბევრს გონია რომ მე ვიღაცას ვლანძღავ. არა და მე არავის არ ვლანძღავ. კი, ვლანძღავ იმებს, ვინც გასალანძღი არის, იმ ებრაელებს, რომლებიც თავზე გვაჯდებიან აქ და გვიყალბებენ ისტორიას რა. ქრისტეს შეურაცხყოფენ. აი მაგათ ვლანძღავ მე. ხალხი არ უსმენს ერთმანეთს არაო, ნორა წერს. ლალი წერს დიდება ქრისტესო და ამინ. დაგემშვიდობებით ეხლა მეგობრებო, პირველი 20 წუთი ყოფილა და თქვენ ვერ წარმოვიდგენთ ეხლა მე აი ხო შეიძლება ბევრს გიკვირთ რომ როგორ ლაპარაკობ ამდენს და როგორ ვერაფერს ვერ მიშვებიან. როგორ ვერ მიშვებიან მეგობრებო, ძალიან ბევრ რამებს ცდილობენ რომ მავნებლობა გამიკეთონ. აი მაგალითად არსებობს ესეთი ბრძოლები, რომ მაინც იარაღი არ უნდა აიღონ ხელში. დაიქირავებენ ვიღაცა მჩხიბავს და ჯადოქარს და აი ეთქვენ დააბარებენ რომ აი ესე გაუკეთე. იცი რამდენი განსაცდელები მომდის, მაგრამ როცა ქრისტესში ხარ, შენ ამ ყველაფერს გაზიდინებს ქრისტე რა. იმხელა ძალას გაძლევს, რომ იმათმა ჯადოქრობებმა ვერაფერი ვერ გიქნან შენ, შეიძლება რაღაც ოდნავ დაგაზიანონ, მაგრამ ის ოდნავ დაზიანებაც გაივლის, შენ თუ ქრისტეში ძლიერი ხარ. აი ახლა მე მაგალითად
3 დღეა ყელი მტკივა. და რაღაცა ვირუსი მაქვს, მაგრამ ამ ვირუსს ახლა რომ დაავწე და ჭავწე და ის საქმეა გასაკეთებელი ხალხო, საქმე. გესმით? და თქვენ გონიათ მე მილხის ცხოვრება? იცი როგორ მიჭირს მე ძალიან მიჭირს საქართველოში ცხოვრება. იმიტომ რომ ხედავ რომ ამდენ ხალხს, ამდენ გაშეშებულ ხალხს ხედავ რა და ძნელია ეს ხალხი რომ ამოქმედო რა. ძნელია, ჯერ ის არის ძნელი რომ შენ თავს ანუ შენი თავი უნდა ამოქმედო და მე ის რომ შენ თავს რო ამოქმედებ და ვიღაცა შენზე იტყვის რომ ეს ცოტა ვერ არის, გესმის? იმიტომ რომ რაღაცა საქმეს რო ხედავს რო აკეთებ, და გისმენ რა. დედიკო, ხო გითხარი, როცა მეტყვის მამაზე ციერი მეთქი და ხო გითხარი? ხო, 2 საათი გავიდა ალბათ მართლა. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, რა ვიცი, მართლა 2 საათი შემიძლია ვილაპარაკო და აუსრულებლად, როცა ქრისტეზეა საუბარი და ამის ძალას მაძლევს ქრისტე და ამინ, გავაკეთოთ საქმე ერთად. ერთად გავაკეთოთ საქმე. ვძლიოთ შური, ვძლიოთ შიში, ვძლიოთ დღემეხვალიობა ვძლიოთ და შეო უკვე საქმე გაკეთებული. აბა გაგოცეთ ახლა წავედი და ნუ მიბრაზდებით იცოდეთ რომ ის რაც ჟღერდება დღეს ყველა ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ. ოკეი? მადლობა ლალიდან ყველას გვფარავდეს უფალი, ქართველებს. ჭეშმარიტად ქრისტიანებს გვფარავდეს უფალი. ამინ, ამინ, ამინ. კარგად.